ჩვენთან არს ღმერთი. არს და იყოს მარად ჟამს იყოს ჩვენთან უფალი ამ ქვეყანაზე სანამ ხორცში ვიმყოფებით და მით უმეტეს მარადიულად ჩვენთან იყოს უფალი რა თქმა უნდა ჩვენთან არის მაგრამ ჩვენ ეს არის ჩვენ განცდებზე ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე დამოკიდებული ერთ-ერთი უდიდესი მამა მაკარი ეგვიპტელი ამბობს ასეთ რაღაცას ადრეც გითხარით და ეხლაც კიდე კვლავ გავიმეორებ რამე თუ გამეორება ცოდნის დედაა რომ უფრო კარგად თავისოთ რომ ღმერთი ადამიანის სულთან ისე ახლოს არის რომ არ არსებობს სხვა სიახლოვე აი ყოფიერებაში ვერანაირ სხვა სიახლოვეს ვერ მოვიდათ რომელიც შეიძლება შედარდეს ღმერთის სიახლოვე ადამიანის სულთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფალი ყოველთვის აი ესე ახლოს არის ჩვენთან მაგრამ ჩვენ გვაქვს ხშირად განცდა ისეთი რომ უფალის რაღაც არის უფალის შორს არის უფალს დავავიწყდით უფალს აღარ ვახსოვართ აღარ პატრონობს უფალი და ეს განცდა ძლიერდება და თუ ცოტა გამოუცდელები ვართ სულიერად და არ ყავს გვერდზე ისეთი ადამიანი რომელსაც ცოტა ეს პატარა გამოცდილება აქვს სულიერი ცხოვრების რომელიც გვეტყვის და დავამშვიდეთ და დაგვაწნარებს რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუბიექტური განცდა ჩვენი სულიერი მდგომარეობა არის როდესაც ჩვენ ამის განცდა გვაქვს რომ ჩვენთან ღმერთი არ არის უფალი ჩვენთან არის და მარაჯამ ჩვენთან იქნება ჩვენ ამ ქვეყანაზე სიყვარულიც აი ეს ფორმაც ვერ მოიძებნება რომელიც შეიძლება იმ სიყვარულს შევადაროთ რომელიც არის ღმერთის სიყვარული თვითოვნი ჩვენთანგანისადმი რომელმაც თავისი მხოლოდ შობილ ძესა არ ახრიდა როგორც წერია რომელმაც საკუთარი ძე გამოგზავნა იმისთვის რომ ჩვენ გადავერჩინოთ რომ ჩვენ მარადისობაში შევეყვანეთ და ჩვენში დაწყებული იყო ის გამღრთობა დაწყებული იყო ის სიხარული აი ბედნიერება რომელიც ღმერთთან მყოფობის დროს განიცდება და ეს როდის განიცდება ყველაზე ძალიან ეს განიცდება ლოცვის დროს ყველაზე ახლოს უფალი აი ამ დროს არის ჩვენთან და იცით განსაკუთრებულად ლოცვის დროს დაგვეწყება ჩვენ ბრძოლები ლოცვის დროს დაგვეწყება მოგდის 1000 აზრი რომელიც ყოველად უნიშნელო არის იმასთან თუ რასაც ჩვენ წამს ვაკეთებთ და ხან მოგშვიდება, ხან მოგსწორდება, ხან დავიკლები, ხან წელი აკვირდება, ხან ზურგი აკვირდება, ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის ამით მიხვდით, როდესაც ამხელა ამდენი განსაცდელები მოდის, რომ ესე იგი დიდი მადლიანის საქმე არის ის, წარმოიდგინეთ თავად შემოქმედს ესაუბრებით, ღმერთს ესაუბრებით და უდიდეს ძალას და მადლმოსილებას იღებთ თვითონული თქვენთაგან აი ამ დროს და როდესაც გვიჭირს და გვეზარება მით უმეტეს ესეც კიდე იმის დადასტურებაა რომ რამ ხელაზე როგორ გვებზიშვენ დაცემული ბუნება და პოროტიზალა რომ ჩვენ ოღონდ არ ვილოცოთ ოღონდ ლოცვა გადავდოთ ოღონდ ლოცვა შევცვალოთ წმინდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი ასეთ რამეს ამბობს რომ ლოცვა ყურადღების გარეშე ეს არის ღვთის შეურაცხყოფა ეს საოცარი სიტყვებია განსაკუთრებულად ჩვენში მეტნაკლებად უფრო რომლებიც დადიან უკვე რაღაც გარკვეული პერიოდი რეგული არის ახსარებდეს ამობენ ეზიარებიან და ერთგვარად შეიძლება მივეჩვიოთ აი ლოცვებს და ლოცვებს დავიწყოთ და კითხოთ და დავამთავრეთ და იმე ლოცვა იყო საკუთარ თავს შევეკითხებით ვილოცე წაკითხოთ ვერ წავიკითხე სხვაგან მიყავს საერთოდ და სწორედ აი ლოცვაზეა საუბარი რომ ღვთის შეურაცხყოფად ითვლება ეს ლოცვა არ არის საუბარი იმაზე, როდესაც ჩვენ დავდგებით და ლოცულობთ, მაგრამ გონება გაგვიქცევა და ვებრძვით საკუთარ თავს, ისევ მოვიყვანთ გონებას, ისევ ვცდილობთ, რომ სიტყვებს ჩავუღრმავდეთ, ისევ ვცდილობთ, რომ საკუთარი დაცემული ბუნება დავინახოთ, ისევ ვცდილობთ, რომ დავინახოთ, რომ როგორ გვჭირდება ჩვენ ხსნელი იესო ქრისტე მაცხოვარი, რომელმაც უნდა გვიშველოს ამ წოდებისაგან ამოგვიყვანოს, რომელიც ჩვენში უამრავია. მაგრამ ის თუ გაიქცევა გონება, ისევ უნდა დავიჭიროთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ადამიანი როდესაც მიეჩვევა იმ მდგომარეობას, რომ აი ესე კითხულობს, უბრალოდ წაიკითხა, ხო, ნებისმიერ წმინდა მამის ეს სულიერი გამოცდილების შედეგად დაწერილი ის ლოცვა. ხო, ეს შეიძლება იყოს, შეიძლება და პირდაპირ ამოსვამა, რომ ეს არის ღვთის შეურაცხყოფა და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს მით უმეტეს რომ ხშირად ლოცულობთ ჩვენ, ხო? აი ყველაზე ესეთი აღმატებული ლოცვები, რომელიც არის დასაწყისი ლოცვები, ჩვენ რო ლოცულობთ ხოლმე. და დასაწყის ლოცვებში კიდე განსაკუთრებულად, რომელიც თავად უფალმა გვასწავლა საღმრთო ლოცვა, რომელიც არის მამაო ჩვენო. დღეში რამოდენიმეჯერ ვამბობთ მამაო ჩვენოს, მაგრამ რამდენად გააზრებულად ვამბობთ, რამდენად მნიშვნელოვნად ვამბობთ. აი მას წინათ
ჩემი შვილის შემეკითხა, რა საჭიროა ყოველდღე მამაოჩვენოს? ხო, ამბობ, ხო ვიცი უკვე. დილით ჩუატყის საღამოს და ლოგიკური შეკითხვაა, რომ თქვა და რა საჭიროა ამისთვის? რა საჭიროა ასე ხშირად ვამბობთ ჩვენ მამაოჩვენოს და ბავშვებს ხო იცით ზოგჯერ ისეთი რაღაც ისეთ შეკითხვებს დაგისმენთ ხოლმე, როცა და ისე ვერ გასცემ პასუხს, უნდა დაჯდე და სერიოზულად გასცემ პასუხი, როგორც თიც ისე დაელაპარაკო და უთხარი ასეთი რამ, რომ ჩვენ ყოველდღურად ხო გვინდა საჭმელი. ყოველდღურად ხომ ცოდავთ. ყოველდღურად ხო გვაქვს განცდა იმისა, რომ ღმერთმა მივატოვოთ. ის განმავლობაში ალბათ რამდენჯერ გვექნება, შეიძლება მთელი დღე ისე ჩაიაროს, რომ ღვთის განცდა საერთოდ არ აქვს და უამრავი ცოდვა ჩავიდინოთ. არ უნდა უთხრათ, რომ მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი, რომ მოგშვიდება საჭმელი. არ უნდა ვთხოვოთ, რომ პური ჩვენი არსობის და მოგვეთ ჩვენ დღეს ეს ხორცელი თვალსაზრისით, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც უკვე სულიერად გავიზრდებით, ხო, სულიერი თვალსაზრისით ზიარებაზეა საუბარი, პური ჩვენი არსობისა სული რა თქმა უნდა ხორცი არის აღმატებული და სულ თავიდან რომ დავიწყოთ მამაო ჩვენოდან, რომ ჩვენ როგორ გავთითო კაცდებით ხოლმე და რაღაცა მარტო ჩავიკეტებით ჩვენს თავში და ვიღაცამ რაღაც არასწორად შემომხედა, ისე შემომხედა, რაღაცა მითხრა და უცებ რაღაცა ეკლებს გამოვუშვებს და ჩვენ თავში ჩავიკეტებით ხოლმე ასე და ამ დროს დავიწყოთ მამაო ჩვენო. მამაო ჩემო კი არა, მამაო ჩვენო. ანუ ჩვენი მამა ხარ. მარტო ჩემი კი არა ხარ. და შესაძლოა ჩვენ ყველას იხარ უფალო, მაგრამ ამ დროს თუ ჩვენი მამაო ჩვენო, ესე იგი ჩვენი ვიღავართ ერთმანეთის მიმართ, ხო? ანუ უფალი მიგანიშნებს. და ძმა და ერთნი ხართ ყველანი. ეგეთები ცოდვილები, მაგრამ რა თქმა უნდა ერთნი ვართ და აი ამ დროს უნდა გავდავდოთ ის ჩვენი ეს ეკლები, რომლებიც გამოუშვით, ისე უნდა შევუშვათ და გლული გავხდეთ ისევ და მოვეფეროთ და მოვესიყვარულოთ ერთმანეთს. რომელიც ხარ სათა შინა, ანუ ხას უსმენსო შენ ზეცაში ხარ, შენ მაღლა ხარ, შენ ყოფობა უფალი რა თქმა უნდა ყველგანაა და მით უმეტეს განსაკუთრებულად ადამიანის გულში უნდა შევეცადოთ უფალი დავამკვიდროთ, მაგრამ აქ განსაკუთრებულ ხაზი ესნევა ის რომელიც ხარ სათა შინა. შემდგომ წმინდა იყავს სახელი შენი, უფლის სახელი რა თქმა უნდა წმინდა არის, როგორ შეიძლება სხვა აზრი მოგვივიდეს, მაგრამ ჩემში იყოს შენი წმინდა სახელი. და როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ რაღაცა სიტყვიანან პატრიარქის წინააღმდეგ ან ასე შემდეგ რაღაცა ცუცრო ამბობენ ხოლმე, ხო? ეკლესიას რა თქმა უნდა, ეკლესია აქეთ გვიცავს ჩვენ, აქეთ გვიფარავს ჩვენ და ეს ღმერთი და ღვთისმშობელი და ყველა, ხო? აქეთ გვიფარება, რა შეჭირდებათ მათ ჩვენი დაცვა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ჩვენში, აი ჩვენს არსებაში ხო გვაქვს აი პირველ ადგილზე რომელია, მეორეც არის ხელშეუხებელი თემა, ხელშეუხებელი საკითხი. აი ჩემში დავიცვა ის, რომ რახან ის რაღაც წამოვიდა, მე ამას თქვა ალყა გაუკეთო აი ჩემი დაცვით, რომ ეს ასე არ არის და შემოაფარე და აი ესე იყოს წმინდა ჩემში იყოს წმინდა შენი სახელი. მოვიდეს სუფევა შენი, რომ მოვიდეს შენი სუფევა, არის მოსული უფლის სუფევა, უფალი კი მოვიდა და აემკვიდრა და მოგცა ეკლესია და მოგცა საიდუმლოებები, მაგრამ ჩვენში არის მისი სუფევა, არის მისი ნება ჩვენში. ძალიან მცირეოდენ შეიძლება საერთოდ არც კი იყოს და ჩვენ საკუთარ ნებას ვატარებდეთ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფლის სუფევა, უფლის ნება, უფლის ყოფობა განცდითად იყოს ჩვენში და ჩვენ რომ მოვიკეთოთ სრულიად საკუთარი ნება და დავიმორჩილოთ უფალს. ადრეც გითხარით ის სააკასურის საოცარი სიტყვები, რომ თუ შენ მოწმუნე ხარ, ღმერთს არაფერი არ შესთხოვო, ანუ ღმერთმა ისედაც იცის, შენ რა გჭირდება, რა უნდა მოგცეს, გარდა ცოდვების მოტევებისა. და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი სიბრძნე მამაო ჩვენს, რომ გავაგზავნოთ და გავაგზავნოთ, ხო? იქ თუნდაც პური ჩვენი არსობისა, რომელიც არის რომ ზიარებაზე, ხორციელ საკვებზე, ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს, ყოველ დღე მოგვეცი. და შეგვიყვანებ ჩვენ განსასწელსა, რას ნიშნავს განსასწელი, იცით რომ განსასწელის გარეშე ვერავინ ვერ სხონდება. განსასწელი რომ არ გქონდეს, ხო ჩვენ ვერ განვიწმინდებით ჩვენი წოდებისაგან. აბა რატო ამბობს რომ განსასწელი შეგვიყვანებ განსასწელში? იმიტომ რომ განსასწელმა არ დამაჩოქოს. განსასწელები რა თქმა უნდა გვექნება, მაგრამ შენ მომეცი ღმერთო მისთავე რომ მე ამ განსასწელს გავუძლო. რომ განსასწელმა არ შთამთქას მე და არ წამაქციოს, არ დამაბრკოლოს რწმენაში, არ დამაბრკოლოს შენ და მის სიყვარულში. აი ამას ვთხოვთ და ალბათ კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანანადებთა ჩვენთან. ხალხი ცხოვრობს წლები და წლები ეკლესიურად აღსარებებს ამობენ, ეზიარებიან, მაგრამ აპატიები არა აქვთ არავის. აპატიები არა აქვთ და გიკვირს მე როგორ კაცო, ხო ამბობ მამაო ჩვენს დღეში 7-ჯერ შეიძლება თქვა, როგორც მე მომიტევე, ისე როგორც მე მიუტევებ, ისე მომიტევე შენ. ამ დროს შენ არ პატიობს სხვას.
შენ თვითონ საკუთარ თავს სასჯელი გამოგაქვს საკუთარი თავისთვის. არ პატი, აი როგორც მე მივუტევებ, ისე მომიტევე შენ. ამას მე არ პატიო. და მე რა ხო მომიტევ, როგორ უნდა მოგიტევო და შენ თვითონ ხო ამბობ ამას ყოველდღიურად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია პატიება და მიტევება ადამიანის ცხოვრებაში. ამის გარშე არაფერი არ გამოვა, იმიტომ ეს არის ამ პარტნიორების ალბათ ყველაზე ერთ-ერთი დიდი გამოვლინება, რომ შენ ადამიანს არ პატიობ, რომ შენ მის წყენას ვერ ივიწყებ და რამდენი პატიობს უფალი და რამდენი გვითხრა რომ აპატიეთო, როდესაც ეუნება მოციქული იყო 77 გზის აპატი, ანუ ეს ნიშნავს მარადიულად აპატია. რამდენი შეგწოდა იმდენჯერ აპატია. უფალი ეგრე არის. უფალი ეგრე იქცევა, რამდენჯერ წოდოთ იმდენჯერ პატიობს უფალი. წამოგვაყენებს და დაგვაყენებს კვლავ და ვერ ვის უნდა მიეღწევოს უფალი ხო ამბობს მე მომბაძეთ ჩემგან ისწავლეთ ვისგან უნდა ვისწავლოთ თუ არა უფლისაგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდოთ ასევე სახარებაში არის სიტყვები როდესაც უფალი ეუბნება რომ ვინც ახლა ნეტარ ხარ თქვენ რომელი ახლა ტირით რამე თუ მოვაჟამი როდესაც თქვენ იცინეთ რას ნიშნავს ტირი ტირილი ისე ლოცვასთან მივადეკით რომ ტიროდეთ საკუთარ ცოდვას ტიროდეთ საკუთარ დაცემულ მდგომარეობას ტიროდეთ საკუთარ უუნარობას ღმერთთან მყოფობისა და რომ არ შეგვიძლია ლოცვა რომ არ შეგვიძლია მასთან მყოფობა აი ეს უნდა ვიტიროთ არის ასეთი უდიდესი წმინდა მამა წმინდა იოანეს სინელი ეს არის მე-6 საუკუნის მამა რომელმაც აღწერა კლემაქსი დაწერა წიგნი არის ასეთი რომელსაც ქვია ქართულად კიბე და არის 30 საფეხური ანუ სათნოებების 30 საფეხური როგორ უნდა ნელ-ნელა სძლიო ამ შენ ცოდვებს ნებებს წარემატო სათნოებებში და ბოლოში არის 30 საფეხურზე უკვე უფალი გელოდება ანუ თუ ამ ყველაფერს რომ გაივლი აი უკვე უფალი გელოდება და იქ საოცარია ვისაც გააქვთ ამის საშუალება რომ წაიკითხოთ მე-4 თავი თუ არ ვცდები მე-4 თავი ასე ქვია არის სინანულში მყოფი ერების მდგომარეობაზე. ანუ იყო ასეთი მონასტერი, რომელსაც ერქვა დილექი. და იმ დილექში იყო ამ ბერები იყვნენ, რომლებიც ლოცულობდნენ და ლოცულობდნენ კი არა, ამას წაიკითხავთ, ის ხელა განსადაგრჩებათ, რომ აი ხო ერთ-ერთი აღმატებული ფორმა არის შემიწყალე ლოცვის და აი მასაც არ ხო მე ამის ღირსიც არა ვარო შემიწყალო შენ ხელა სინანული ქონდა ჩვენ რომლებიც პირუტყვებით მოვიქეთ და პირუტყვებით ვცოდეთ არა ვართ იმის ღირსი რომ ადამიანურად დავიმარხოთ და წინამძღვარს ხოვდნენ როდესაც მოკვდები არ დამარხოთ ადამიანურად მე არ ვარ ამის ღირსი ხელა სინანული ქონდა ხელა საკუთარი ცოდვებისა განცდა ქონდათ და ხელა ტკივილი ქონდათ ამ საკუთარი ცოდვებისა რომ შეწყალებასაც აღარ თხოვდეს და ბოლოს როგორ ამოვიდნენ იცით რომ თუ შეგვიწყალე თუ არა და კურთხეულია შენი სახელი უკუნისამდე კვლავ ავიდებდნენ საოცარი იყოს საოცარი ისეთი განცდა მოვიდა რომ მე თვითონ ეს წმინდა მამამს იქიდან დაღონებული წამოვედიო რომ ესენი რომ დავინახე რა მდგომარეობაში იყვნენ მაგრამ ერთი მხრივ მიხარო ამათ რომ უყურებდიო რომ ნეტარნი არიან ეგენი რომელებაც შეცოდეს და ასეთი სინანული აქვს და არა ისინი რომლებიც არ დაცემულან და არ შეუცოდავთ ხო დიდად სიტყვას შეიძლება ის რაღაც აშინელი წოდმა რომელი უფრო ისა რა თქმა უნდა ეს უფრო ჯობია რომ დაესწრო მაგრამ ამ ხელას სინანული აქვს რომელიც არის ღმერთთან შემყვანებელი და ღმერთთან მიმყვანებელი და სასუფეველთან დამამკვიდრებელი უფალმა მოგწეს დალა რომ ვისწავლოთ ლოცვა დღეს არის ხსენება უდიდესი მამის ღირსი ანტონი დიდისა რომელიც წერა კითხვა არ იცოდა და უდიდესი ლიტერატურა დაგვიტოვა ასკეტური გამოცდილებისა საკუთარი დაცემული ბუნებასთან ბრძოლის და ერთ-ერთი პირველი იყო ის რომელებაც საფუძველი ჩაუყარა ერმონაზნობას და იყო უდიდესი მამა შეგვეციოს რომ გვასწავლოს წმინდა ილოცოს ქრისტეს წინაშე რომ მოგცეს აი სული რომელიც არის ლოცვის სული რომ ვისწავლოთ ლოცვა არის ყველა სათნოებაზე აღმატებული სათნოებათა დედოფალი არის ლოცვა იმიტომ რომ ლოცვით მოვიხვეთ ჩვენ ცხონებას ლოცვით მოვიხვეთ სინანულს ლოცვით მოვიხვეთ სიმშვიდეს თავმდაბლობას და ასე შემდეგ და ასე ლოცვა არის ჩვენი აი მყარი კედელი რითაც ჩვენ გადავრჩებით ერთ-ერთი წმინდა მამამ ზუსტად აი ასე თქვა რომ არ დამანება ეშმაკმა თავი სანამ ლოცვა არ მასწავლა ანუ სულ ბრძოლები მქონდა სულ და იცოდა რომ ყოველგან მისი გადამჩენელია ლოცვა უფალო შემიწყალი უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალე გვაყოლე სულ მარაჯანს აესხო და სულ განცდითად იმის რომ ღვთის წინაშე გავართ მოიხსენოს უფალმა ჩვენი მიცვალებულები დღეს ჩვენი მიცვალებულები ვიჭირეთ და ილოცოთ მათთვის და მათმაც
ილოცავ ჩვენთვის, რომ ჩვენ შევძლებთ და გავაგრძელოთ ის სასუფეველი